მოდით მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ასევე დავამატებ ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენელი. კი ბატონო. პირველი კითხვები არის გამჭვირვალობაში და ზოგადად ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, როგორ ატარებენ ტენდერებს და როგორ ატარებენ შესყიდვებს. ახლა რა არის მნიშვნელოვანი და კარგად რომ მოუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატო გაგვიჩნდა კითხვები პოლიციის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ანუ რას ვედავებით შინაგან საქმეთა სამინისტროს. პირველი ის, რომ 31 მაისი ესე უცბად არ მოსულა, ხო? ანუ კალენდარით 31 მაისი რომ მოდის, ეს იცი იანვარშიც, ხო? დეკემბერშიც. მაშინ როდესაც ბიუჯეტს გეგმავ. ხო იცი რომ 31 მაისი მოვა. ისიც ხო იცი რომ ეს პოლიციის დღე მცოცავი ღონისძიება არ არის, ხანო სხვადასხვა რიცხვში არ იმართება, ხო? ზუსტად იცი რომ იმართება 31 მაისს. მაშინ ძალიან მარტივი კითხვა არის, რომ ტენდერი რატო არ გამოცხადდა იანვარში, თებერვალში, მარტში? თან ჩვენ გვაქვს საუბარი ისეთ მომსახურებაზე, როგორი მომსახურებაც არის ტექნიკური ხასიათის, ხო? სცენის მოწყობა, სცენაზე ხალიჩის დაგება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ არ ვიძახით მაგალითად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე, მაგალითად მომღერალზე, წამყვანზე, რომელსაც ჰონორარი უნდა გადაუხადო, რომელიც არის ექსკლუზიური შესყიდვა და აქ ტენდერს ვერ გამოაცხადებ, ხო? კონკრეტული გინდა მომღერალი, კონკრეტული სიმღერით. ეს გასაგებია. მათზე უკეთესად ვიცით კანონი. ჩვენ საუბრობთ სცენის მოწყობის და აი ამ დაგეგმვა. ის რისი გაწერა წინასწარ შეიძლებოდა და ამაზე. ყველაფრის გაწერა, რასაც ახლა 31 ტენდერის გამოცხადება ის არ მოხდა, ხო? ამაზეა საუბარი. რასაც ახლა 31 კითხვებს აჩენს ბესო, ანუ კორუფციის მიმართულებით, თქვა თანხის დაზოგვა არ მოხდა, იმიტომ რომ გამარტივებული ყოველთვის უფრო ძვირი ჩდება, ვიდრე გარკვეული პერიოდით ადრე ჩატარებული ტენდერი, იმიტომ რომ ვინც დაბალფას აჩვენებს, ის იმარჯვებს. აი, თავარი ამბავი რა არის აქედან? ეს არ ახალია, ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა უწყების შემთხვევაში და ამჯერადაც რა აჩვენა ამ გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებით უწყებამ. პირველი აჩვენა ის, რომ არ ზოგავენ საბიუჯეტო თანხას, მაშინ როდესაც ეს არის შესაძლებელი. ანუ ამ ტენდერის დაკონტრაქტება შესაძლებელი იყო 2 თვით ადრე. ტენდერის შინაარსიდან გამომდინარე, ტენდერის დროს მინიმუმ 10-15%-ით იკლებს ფასი, შესაბამისად არის კონკურენცია, ხარისხს უფრო მაღალს იღებ, ბიუჯეტში ეკონომიას იღებ, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად როდესაც გამარტივებული წესით მიდიხარ, გამარტივებული წესს აქვს პრაქტიკაში ესია გიძვირდება, ანუ სწრაფად გინდა რაღაცის შეძენა. შესაბამისად, როცა გინდა სწრაფად რაღაცის შეძენა და არ არის კონკურენცია, მიდიხარ ერთ კონკრეტულ კომპანიასთან და იძულებული ხარ გადაიხადო ბევრი, იმიტომ რომ თავის დროზე ვერ დაგეგმე, არ დაგეგმე და იმიტომ ბიუჯეტიდან იხარჯება მეტი ფული. ქართული ოცნების ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერში აკეთებენ ფულს, ხო? ანუ პანდემიის დროს, სტიქიის დროს ფულს აკეთებდნენ ეს ადამიანები. შესაბამისად, არც პოლიციის დღე არის გამორჩეული რამით ფულის, ანუ ამ დღიდანაც ფულს აკეთებენ. არავინ არ ეწინააღმდეგება პროფესიული დღეების აღნიშვნას. ამას ვერ იგებენ უბრალოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები და გონიათ რომ რაღაც ამ პოლიციის დღეს ვეწინააღმდეგებით ან რაღაც მეტროს თანამშრომლების არ აქვს ამას დიდი არსებით მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები და გვაქვს პროტესტის, ასე ვთქვათ, იმის გამო რომ ჩვენი ფული იხარჯება არარაციონალურად. 31 მაისის ღონისძიება თავისუფლად დაიგეგმებოდა თებერვლის თვეში, ჩატარდებოდა ტენდერი, დაიზოგებოდა ბიუჯეტიდან თანხა, იქნებოდა კონკურენტუნარიანი ტენდერი, მიიღებდა მონაწილეობას რამდენიმე კომპანია და ასე ვთქვათ, ბიზნესიც იხეირებდა, ხო? ანუ რამდენიმე კომპანია შევიდოდა ეს ნორმალურ პირობებში, როდესაც ნორმალური ხელისუფლება ყავს ქვეყანას. ბესო, ეხლა თავდასხმას შეეხება, დღეს მიიქცია ყურადღება უწყების მინისტრის მოადგილის განმარტებამ, ხო? იქ იყო ინტერესი კვების თემასთან დაკავშირებით. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ რა აჩვენა ამ განმარტებამ? თავდაცვის სამინისტროს მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ თუნდაც ჯარში კარგი ხარისხიანი კვება არის. აქაც ძალიან მარტივი კითხვა უნდა დაისვას ის, რომ ჯარის კვების ტენდერები არის დახურული, გაუმჭვირვალეა. არავინ არ იცის, ვინ კვებავს ჯარს, არავინ არ იცის, ვინ აწვდის საკვებ პროდუქტებს, არავინ არ იცის, რომელი კომპანია ამზადებს. საერთოდ ყველაფერი დახურული არის. შესაბამისად, ჩვენ სამოქალაქო სექტორს, პარტიებს, კორუფციის მკვლევარებს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მონიტორინგი გაუწიოთ, რამდენად ხარისხიან კვებას იღებს ჯარი, რამდენად ხარისხიანი ტანსაცმელი აცვია, რამდენად ხარისხიანი ფეხსაცმელი აცვია.
და ამის მიზეზი გვაქვს. მიზეზი არის ზუსტად რამდენიმე თვის წინ დაჭერილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც სამედიცინო აპარატურაში ერთ ხელშეკრულებაში მოიპარა 1.5 მილიონი. ასევე დაჭერილი იყო მისი მოადგილე, დაჭერილი იყო შესყიდვების სამსახურის უფროსი და აი ამ ყველაფრის მერე მინისტრის მოადგილე გამოდის და იძახის, რომ თურმე ჯარი კარგად იკვებება. გახსნა ტენდერები, ვანახო ის არის, რომ ამავე ხელისუფლებაზე არის ლაპარაკი, ხო? ანუ აი ხშირად ამ კომენტარებიდან ჩდება განცდა, რომ თითქოს სხვა ხელისუფლებაზე საუბრობენ, ამავე ქართული ოცნების პირობებში მომხდარ უკვე დამტკიცებულ ფაქტობრივად, ხო? ესე გამოდის ნაწილ დამდგარი განაჩენებიც არსებობს, გადაწყვეტილებები არსებობს, ჩადენილ დანაშაულებებთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. ნახეთ, ქართული ოცნება ხელისუფლებას მართავს 2012 წლიდან. შიგნი გუნდში როგორი გადაადგილებაც არ უნდა მოხდეს, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას. აი, როგორ შეიძლება კონდეს ქართული ოცნების ნდობა მაშინ, როდესაც, აი მაგალითად, ჯარის ქალაქი, რომელიც არის მახათაზე აშენებული. ვინც ამ შენებლობას ხელმძღვანელობდა? ღარიბაშვილი, ბურჭულაძე, ხაინდრავა და ღუდუშაური 4-ვე არის ბრალდებული კორუფციაში. როგორ შეიძლება, რომ თავდაცვის სამინისტროში ყველაფერი იყოს ნორმალური? ეს ხო ფიზიკურად გამორიცხულია. და თუ უნდათ რომ დაამტკიცო, რომ ჯარი კარგად იკვებება, გახსნან ხელშეკრულებები, გაასაჯაროონ, ანუ რამეს ისეც კი არ ვთხოვთ, რასაც რაღაც მადლობა უნდა გადაუხადოთ. ანუ მათი კანონის ვალდებულება არის, რომ ხელშეკრულებები უნდა ატვირთონ, კანონის ვალდებულება არის, რომ კონსოლიდირებული ტენდერები უნდა ჩაატარონ, უნდა ვნახოთ ვინ მოიგო, რომელმა კომპანიამ მოიგო, რა ხარისხის პროდუქცია შედის. ანუ ამ ყველაფერს რომ მონიტორინგს ვაწარმოებდით და ძალიან ხშირად თქვენი ტელევიზიის საშუალებით გახდა ცნობილი თურმე რა საჭმევენ ჯარისკაცებს, ზუსტად ღარიბაშვილი იყო, რომელმაც დახურა ტენდერები, რომელმაც საერთოდ არც ერთი ხელშეკრულება აღარ ატვირთა, აღარც კვების, არც ტანსაცმლის, არც ინფრასტრუქტურის და არაფრის საერთოდ. ანუ ყველაფერი ჩაკეტეს და ეხლა გამოდიან და იძახენ, რომ ყველაფერი არის კარგად. ვინ ამონიტორინგებს, რომ ყველაფერი კარგად არის? სხვათა შორის ან დარწმუნებული ვარ თქვენ ამ თემასაც მოიკვლევთ, იმიტომ რომ იქ ამასაც ტენდერებით დასჭირდება, ხო? სკოლის ფორმების საკითხი არის ახლა სოციალურ ქსელში სხვათა შორის ამაზე გარკვეული გამოხმაურება. დღეს გაირკვა რომ სასკოლო ფორმების დიზაინი არის ცნობილი და სამინისტრო უკვე ბაზრის კვლევას ატარებს. ამ საკითხს რა შეგიძლიათ რო თქვათ? და რა იქნება აქ რა არის საყურადღებო და რა არის რისი ცოდნა არის მნიშვნელოვანი? ფორმებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არის, საერთოდ საჭიროება ფორმების, ანუ კვლევა ჩაატარეს, ანუ საიდან დაადგინეს, რომ ეს ფორმები არის საჭირო. და სანამ ფორმებამდე მივალთ, მანამდე სკოლის ინფრასტრუქტურა არის გაუბედურებულ მდგომარეობაში. სკოლებში, რეგიონებში წყალი არ არის. ყოველკვირეულად ავხედავთ აქციებს მართავენ მშობლები და ითხოვენ შესაბამის ღირსეულ პირობებს მათი შვილებისთვის, ხო? დანგრეულ სკოლებზე რომ აღარაფერი. საპირფარეშოები არ არის ნორმალურად კარგ მდგომარეობაში, წყალი არ მოდის სკოლებში, ანუ ინფრასტრუქტურა არის გაუმართავი. საერთოდ სკოლებს ვერ აშენებენ, სკოლების რეაბილიტაცია ვერ მიმდინარეობს. როდესაც დაიწყებენ და ერთ წელიწადში სკოლა უნდა დამთავრდეს, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარონ, არც ერთი სკოლა არ დამთავრებულად თავის ვადაში. ყველგან არის ვადაგადაცილებები, ყველგან არის დანგრეული სკოლები, არაუშენებელი სკოლები. ბავშვები საღამოს 9-ის ნახევარზე ამთავრებენ სწავლას, რაც მათ, ასე ვთქვათ, ძალიან რთული არის მე შემდეგ უკვე ეს ბავშვები როგორ განათლებას იღებენ და განათლება რო ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ, ინფრასტრუქტურა, რა ინფრასტრუქტურაში უწევთ ამ ბავშვებს სწავლა არის საგანგაშო მდგომარეობაში და ამ დროს განათლების სამინისტრო გეუბნება, რომ პრიორიტეტი არის ფორმა. აი, როდესაც მოაგვარებ უკვე ყველა პრობლემა სკოლებში, აი მე შემდეგ შეგიძლია დაჯდე და ისაუბრო ფორმა საერთოდ გჭირდება თუ არ გჭირდება. რაღაცა კვლევა ხო უნდა ჩაატარონ, რაღაცის საფუძველზე ხო უნდა იყოს. ანუ 1.8 მილიონი ფორმა არის შესაკერი. და შესაბამისად ეს ფული მიდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ქართული ოცნება რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს ხარჯავს ისე რომ არაფერი მოიპაროს, ეს ხო საქართველოს მოსახლეობის 99%-ს არ ჯერა. ყველა მიცის რომ ესენი ფულს იპარავენ. ქართულმა ოცნებამაც იცის, მისმა მხარდამჭერებმაც იციან რომ ყველაფერში ფულს იპარავენ. დარწმუნებულები არიან ამაში. შესაბამისად, რისკია, ხო, ამხელა ფულს რო ვანდობთ ქართულ ოცნებას 32 მილიარდია საქართველოს ბიუჯეტი და ყველაფერს იპარავენ და შესაბამისად ამ ფორმებიდანაც მოიპარავენ. ოღონდ სანამ ფორმებამდე მივა განათლების სამინისტრო, მანამდე უნდა
ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვარო სკოლაში. აი ნებისმიერი სკოლა რეგიონში ჩავიდეთ, თუნდაც აი ახალაშენებული, ახალგახსნილ სკოლაში ჩავიდეთ, 24 საათის განმავლობაში წყალი არ მოდის სკოლაში. საპირფარეშოები მოუწესრიგებელია, სკოლის სასაკლასო ოთახები მოუწესრიგებელი არის და ამ დროს გეუბნებიან, რომ თურმე ფორმა არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი. რანაირად შეიძლება პრიორიტეტი იყოს ფორმა, როდესაც დანგრეულ შენობაში სწავლობს ბავშვი და ავარიულ სკოლაში სწავლობს ბავშვი. საერთოდ სკოლა დაანგრიეს და აღარ ააშენეს და ეს ბავშვი საერთოდ სხვა სკოლაში სწავლობს და საღამოს 9 საათზე უწევს ფეხით ზამთარში სიარული და მით უმეტეს ეხლა ნუ სწავლის ხარხზე აღარ არის საუბარი. დიდი მადლობა ბესო. მადლობა თქვენ. დაგემშვიდობები, ბესიკ დონაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში ის ოპოზიციურ